იცით, მთელ ამ ისტორიაში, რაც თეგეთა ჰოლდინგმა წარმოგვიდგინა გასულ კვირას, უკვე გასულ კვირას, პირადად ჩემთვის უმთავრესი ბრენდის პრეზენტაციაზე, უკაცრავად და ლამბორგინის ცენტრის გახსნაზე, საქართველოში მისი ხელმძღვანელის, კომპანიის პრეზიდენტის და აღმასრულებელი დირექტორის შტეფან ვინკელმანის ჩამოსვლა. ეხლა თეგეთა ჰოლდინგს რაც არ უჭირს პორტფელში საერთაშორისო ბრენდები და საქართველოში თუ რეგიონში მათი პარტნიორის სტატუსი, წარმომადგენლობა, დილერობა, ნებისმიერი ფორმაა. მაგრამ მე იშვიათად მახსენდება ამ რანგის სტუმარი, რომელიც სადილერო ან შოურუმის გახსნაზე ჩამოსულიყო, რაც საკუთარი თვალით ნახეთ და თან ყველა დეტალის მომზადებაში ასე აქტიურად ყოფილიყო ჩართული. თავად ვინკელმანი მინდა იცოდეთ, რომ ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული და ეს გამორჩეულად შემოქმედებითი ლიდერია, რომელმაც საავტორო მენეჯერული წვლილი არაერთი ავტობრენდის განვითარებაში შეიტანა. რაც შეეხება ლამბორგინის შედეგებს, ვინკელმანს აქაც აქვს სატრაბახო, როგორც კომპანიის მთავარ აღმასრულებელს, ბოლო 2 წელიწადია კომპანიის გაყიდვებმა წლიურად 10,000 ავტომობილს გადააჭარბა, რაც მერწმუნედ ლამბორგინის საფასო სეგმენტიდან, ანუ პრემიუმ ხარისხიდან გამომდინარე, სრულიად არაჩვეულებრივი შედეგია. მოკლედ, ვიდრე დაიწყება ეს ინტერვიუ, მე ულოცავ კიდევ ერთხელ საქართველოს, ულოცავ თბილისს, რომ ის კონკრეტულად მასპინძლობდა კიდევ ერთ ბიზნეს ლიდერს, რომელმაც პირადად გაიცნო ჩვენი ქვეყანა, ეს არ იყო მხოლოდ შოურუმის გახსნა და დარწმუნებული ვარ, ისეთი ბიზნეს ლიდერები, როგორც შტეფან ვინკელმანია, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მომავალი პოპულარიზაციისთვის და ამისთვის ჩემგან კიდევ ერთხელ მადლობა თეგეთა ჰოლდინგის გუნდს. ბატონო ვინკელმან, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოში. დიდი პატივია, თქვენი მასპინძლობა. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ყოფნა. საქართველოში შეიძლება მოულოდნელი მოხდეს, მაგრამ უკვე მოხდა კიდეც, ლამბორგინი უკვე აქაა. თქვენი პრეზენტაციის დროს ახსენეთ, რომ ეს არის ლამბორგინის 186 სადილერო წარმომადგენლობა მსოფლიოში. გვაინტერესებს, როგორ აფასებს კომპანია ბაზრების პოტენციალს ახალი რეგიონების შერჩევისას. In Georgia. So you have a global სოფლიო ავტომობილების ბაზარი დაახლოებით 80 მილიონ ავტომობილს ითვლის ყოველწლიურად. საიდანაც სპორტული, მდიდრული ავტომობილების სეგმენტი დაახლოებით 120,000 მანქანას მოიცავს. ჩვენი წარმატებისათვის აუცილებელია გლობალურ ბაზარზე ყოფნა, რადგან ერთ ბაზარზე დამოკიდებულება საკმარისი უბრალოდ არ არის. ჩვენ ვყიდით ძალიან ცოტა რაოდენობით ავტომობილს მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომაც არ შეგვიძლია მხოლოდ ერთ ბაზარზე ორიენტირება. So the key factor ანუ მდიდრული ავტომობილების ბაზარზე წარმატების მიღწევის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გლობალური სტრატეგიის არსებობაა? presence on the market. დიახ, მართალია, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა რაოდენობით ავტომობილს ვყიდით. მართალია, იტალიურობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია, მაგრამ ლამბორგინის ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყვართ. ყველა მდიდრული ბაზრის ერთობლიობა საერთო ჯამში ქმნის საკმარის ბაზარს იმისათვის, რომ ჩვენი წარმატება გაგრძელდეს. ამიტომაც თუ გსურს წარმატება, გლობალურად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი. ამ ბაზრებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე ევროპული ქვეყნები, აგრეთვე აზიური ქვეყნებიც, მაგალითად იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ჩვენ ვაკვირდებით განვითარებად ბაზრებსაც, მათ პოტენციალს და როდესაც გარკვეულ ზღვარს ვხედავთ, ვიწყებთ შემდეგ უკვე პარტნიორების ძიებას. საქართველოს სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. But at the same time, under your leadership, it's been already 2 years. მიუხედავად კოვიდის პერიოდისა, თქვენი ხელმძღვანელობით კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 10,000 ავტომობილი გაყიდა. რა კონკრეტული ქმედებები განაპირობებს კომპანიის გაყიდვებში ასეთ ზრდას? Are there any specific moves done from the management? I know there are different things. One is for sure that we have
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში, Lamborghini-ის ბრენდი ძალიან მძლავრია. პროდუქცია განახლებულია და უმაღლეს დონეზე აყვანილი. ამასთანავე, ბოლო 10 წლეულის განმავლობაში მსოფლიოში ულტრა შემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა იზრდება, რაც დამატებით ზრდის მოთხოვნას. ჩვენ კი ყოველთვის ვაწვდით ბაზარზე იმაზე ნაკლებ ავტომობილს, ვიდრე რეალური მოთხოვნაა, რაც მომავალშიც მაღალ მოთხოვნას და წარმატებას განაპირობებს. Of being successful also in the future. So at the same time, do you foresee გეგმავთ თუ არა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით ქართული კულტურის და ტრადიციების ამსახველი განსაკუთრებული მოდელების წარმოებას? Georgian culture and heritage? No, in terms of the product. არა, ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ იტალიაში შექმნილ მოდელებს, რომლებიც გლობალურია და ყველასათვის ერთნაირად მიმზიდველია. თუმცა ადგილობრივ დონეზე აქტიურად ვმართავთ ღონისძიებებს, მართვის გამოცდილების გასაზიარებლად და ამით საინტერესო მესიჯს ვუგზავნით ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით. All around the globe. How do you maintain როგორ ახერხებთ Lamborghini-ის იდენტობის შენარჩუნებას? თანამედროვე გამოწვევების, მაგალითად იგივე ეკოლოგიური სტანდარტებისა და ESG-ის მიზნების ფონზე. accomplishment or pressure? So please. But just a few things. ჩვენი მიზანია ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და განსაკუთრებული ადგილი დავიკავოთ. Lamborghini-ის დიზაინი, ხარისხი, შესრულება, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. გარდა ამისა, 2015 წლიდან ჩვენ Sant'Agata Bolognese-ში ნახშირბად ნეიტრალური საწარმო გვაქვს. ზრდით საწარმოს ზომას, თანამშრომელთა რაოდენობას და ავტომობილების წარმოებას, ისე რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე ჩვენ აქტიურად მუშაობთ გენდერულ თანასწორობაზე. კომპანიაში უკვე გვყავს მენეჯერების 20%, რომლებიც ქალები არიან, რაც ამ ინდუსტრიაში დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ინჟინერების უმეტესობა ისევ კაცები არიან. თუმცა დროსთან ერთად სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება ავტოინჟინერიით, რაც ჩვენს კომპანიაში მათი რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. Women in our company. And still going back to all the messages you delivered. ყველაფერი რო შევაჯამოთ, მაინც რას ნიშნავს თქვენთვის პირადად, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისთვის საქართველოში Lamborghini-ის წარმომადგენლობის გახსნა? The chairman of Lamborghini Automobile. In a very condensed ეს ჩემთვის შესანიშნავი საშუალებაა პირადად შევხვდე პარტნიორებს, გავეცნო სადილეროს საქმიანობას, გავესაუბრო მედიას და რაც მთავარია შევხვდე არსებულ და მომავალ კლიენტებს. საკმაოდ მოკლე დროში ადგილზე ვეცნობი ადგილობრივ სიტუაციას, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ, რადგან ამ ერთი სადილეროს გახსნა რეალურად მთელ ამ ბაზარზე Lamborghini-ის წარმომადგენლობის გაჩენას გულისხმობს. leadership means the presence in the market. Is it still to expect the საბოლოოდ საქართველოში Lamborghini-ის გამოჩენა ნიშნავს თუ არა მოულოდნელის მოლოდინს? But this is our aim. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებლებს სიახლეები, მოვახდინოთ მათი მოლოდინების გადაჭარბება და მუდმივად ვაკეთოთ ის, რაც მოულოდნელია. Exceed the expectations. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სასიამოვნოა. მადლობა თქვენ. Is this presentation aware of